ახლა კიდევ ერთი შესანიშნავი მუსიკოსი და დიდი მეგობარი, ჩემი ჭაბუკასი, ბატონი დათო გველესიანი შემობრძანდება. მობრძანდი შემოდავით. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ბათუმლებო. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, იმიტომ რომ მახსოვს ის წლები, როცა ძალიან დიდი სიამოვნებით გამოდიოდი ხოლმე თქვენს წინაშე ანსამბლ ბათუმთან ერთად და კერძოდ ჩვენს დღევანდელ იუბილართან და ვარსკვლავოსანთან, ჭაბუკასთან. და ეს ჩემთვის იყო ძალიან ბედნიერი წლები. მინდა სულ ცოტა გავიხსენო. ის წლები, როდესაც ჩვენ ერთად მღეროდით. ეს იყო, იცით რა, ნიჭიერების ზეიმი. როცა მე 2000 წელს მოვაწყე ჩემი ორგანიზებით ფილარმონიაში კონცერტი ქართული ხმებისა და ანსამბლ ბათუმის, აი ეს კონცერტი იყო, არ ვიცი, დაუვიწყარი კონცერტი, ორივე ძალიან დიდი და ბუმბერაზი ანსამბლის მართლა და უნიჭიერესი ხალხის. და ერთი პატარა დეტალი მინდა, აი ავტორიტეტები რას ამბობდნენ ჭაბუკა სურმანიძეზე. იყო ისეთი მომენტი, როდესაც ანსამბლ რუსთავში მეორე ხმა აღარ გვყავდა, მე დავრჩი მარტო ფაქტიურად და ვეძებდით მეორე ხმას. და აზორ ერქომაშვილი მეუნება, აი ჭაბუკა სურმანიძისნაირი მეორე ხმა გჭირდებაო. და ეს იყო აი ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული, რომ ასეთ დონეზე დააფასა ბატონმა აზორმა ჭაბუკა სურმანიძე და ნამდვილად ღირსი იყო ის, მაგრამ აი იცით რა არის, აი ჭაბუკა სურმანიძე არის ანსამბლი ბათუმის სახე და დარჩება მთელი ცხოვრება ანსამბლ ბათუმის სახით. მე მინდა მას მოუხმოთ სცენაზე. აქ არის რა. ავიხსენოთ ერთი სიმღერა მე და შენ, რომელსაც ერთად ვღეროდით ანსამბლ ბათუმში. Sam shoblos chura
აჩიკო გოგიტიზე მობრძანდება ახლა სცენაზე. აი მეკავება ხელში. საღამომშვიდობის ძვირფასოსნურებო პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ესეთი თოდენ დიდი სიყვარული გამოხატეთ იმ ადამიანის მიმართ რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება შეწირა ქართულ ხელოვნებას და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქში და ჩვენს რეგიონში. არ ვიცი ბატონო გია თუ აღნიშნეთ, მაგრამ მინდა რომ გავაჟღერო ერთი რამე რომ როგორც ალეკო ხომერიკი უწინასწარ მეტყველობდა უდიდეს კარიერას, ვფიქრობ რომ ჭაბუკა სურმანიძის ტალანტი ნამდვილად ცდება ქალაქის და რეგიონის და ქვეყნის ფარგლებს. ბავშვობიდან უდიდესი სიყვარული, უდიდესი მხარდაჭერა გამოხატა ამ ადამიანმა ჩვენთან, როდესაც პირველად დავდგით სცენაზე ფეხი, შემდეგ კი ძალიან ოსტატურად, ძალიან ჭკვიანურად ესე ვიტყოდი, რამოდენიმე წელი, 10-15 წელი გაგვიშვა თავისუფალ ცურვაში. მოგცა უდიდესი თავისუფლება, თავს იკავებდა ზედმეტი კრიტიკისგან და რჩევებისგან, მაგრამ გრძნობდით, რომ ეს კაცი რაღაცა თავისუფალ ცურვაში გვიშვებს და დამოუკიდებლად გვაძლევს იმის შანსს, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ ხელოვნებაში და შემდეგ უკვე თუ ერთ-ორ ნაბიჯს კარს გადავდგავდით, მე ისევ გვერდში დაგვიდგებოდა. სწორედ დღევანდელ დღეს ვფიქრობ ბატონო გია რომ არის იმის მაგალითი, რომ ჩვენი იმ თავისუფალ ცურვაში ჩვენი პატარა ნავებით რაღაცა გავაკეთეთ და იმ თაობის წარმომადგენლად დღეს დამპატიჟა ბატონმა ჭაბუკამ რომ ვიყო მის გვერდით და მე მგონი კიდევ ახალი ეტაპი იწყება ჩვენს ურთიერთობაში, ის ძმაკაცური, მამაშვილური და უკვე პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ ბატონი ჭაბუკას ვთვლი დღეს საქართველოში და ჩემს ქალაქში განსაკუთრებით ყველაზე კარგ მრჩეულ ადამიანად, ყველაზე განათლებულ ადამიანად, რომელსაც შეუძლია ვოკალურ სამყაროში კიდევ ძალიან ბევრი რჩევები მოგცეს გამომდინარე ალეკო ხომერიკის სკოლისგან, გამომდინარე ურმან მახარაძის სკოლისგან. ძალიან მიხარია რომ უმუშავია ისეთ დიდ რეჟისორთან როგორიც არის ბატონი გიზო ჟორდანია, რომლის დადგმების თქვენ აქ ნახეთ, ეს არის ოტელო, ეს არის ასევე აბესალომ და ეთერ და მიხარია რომ შემდეგ მეც მივუშავე ბატონ გიზოსთან ერთად თქვენი წყალობით სხვათა შორის. მე ბევრი ლაპარაკი თავი რო არ შეგაწყინოთ, მართლა ამაყი ადამიანი ვარ, დედას გებიცები, თუ ოდესმე შემწხვეს ან სიტყვის თქმა, ან მომემზადებიო სიტყვა, ვერ მომემზადებიოს, ორი დღე მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რატო აირჩია ამ კაცმა, ესე იგი რაღაცა მართლა იგრძნო ჩვენში, რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ მეთქი და სხვანაირად გახარებული ვარ, სხვანაირად მხარგამართული ვარ და აი ესე გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და ჭაბუკას ეს ნამდვილად არ ენანება. გაუმარჯოს ჭაბუკა სურმანიძეს, გაუმარჯოს ამ დიდ კაცს, მოსაფერებელ კაცს. 50 წელი არაფერია, კვირდებით ჭაბუკა რომ კიდე ძალიან დიდი ხანი გვერდში იქნება ახალგაზრდა თაობა შენთან ერთად. ეს კი მფარველი ანგელოზის ხატი, რომელსაც აქვს სიმბოლურად შუბი, ჩემო ჭაბუკა ბევრი კეთილის მოსურნე ყავს, ყველა შენ უყვარხარ, მაგრამ ის ავი თვალი, რომელიც შენსკენ წამო, ყოველთვის განეგვიროს მფარველ ანგელოზს. ეს არის გიორგი აბუაშვილის შესანიშნავი ნამუშევარი. ბატონო გია, თქვენის ნებართვით ერთ სიმღერას შევასრულებ, სპეციალურად გავაკეთეთ ისეთი არანჟირება, რომ იწყება თითქოს და ფირსაკრავს რო ჩართავა ისე. რომ გადავიდეთ იმ წლებში და მინდა რომ მოვეფერო იმ წლებს, რაც ჭაბუკამ ჩვენ გვაჩუქა. ეს არის ვაჟა აზარაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა ლურჯი ოცნება და ასევე აღნიშნავ ბატონი ვაჟას და ჭაბუკას საოცარ ურთიერთობას და მინდა რომ გავაერთიანო ეხლა ეს დარბაზი და ვაჟა აზარაშვილის დიდი სიყვარული ამ დარბაზში. გენაცვალე. სად მიდის ჩვენი მდინარე, სად მიდის ჩვენი სიზმარი, რატნება ის რაც შრიალებს ჩვენსაზე როგორც ისარი.
მინდა რომ ხელის უზე გადარო რაც მთავარია ისევ მიყვარხარ ჩემო ლამაზოს გამარო ზეცაზე ისევ დრიალებს ჩვენი მზეს ზეცას როგორ მოსწდება მაგრამ სად მიდის ჩვენი მდინარე სად მიდის ჩვენი ლურჯი ოცნება კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ჩვენს უსაყვარლეს ჭაბუკას ურმანიძეს მაგრამ სად მიდის ჩვენი მდინარე სად მიდის ჩვენი ლურჯი ოცნება სად მიდის ჩვენი ლურჯი ოცნება დიდი მადლობა აშიკო გოგიტიძე დიდი მადლობა საოცარი ხალხი შემობრძანდება ახლა სცენაზე ოზურგეთიდან ჩამობრძანდა ტრიო შალვა ჩემო მობრძანდით მოგესალმებით მეგობრებო მინდა ბატონ ჭაბუკას იულოცო ეს საოცრად მნიშვნელოვანი თარიღი დაულოცო როგორც კარგი მეგობარი წინვალე ხელოვანი შესანიშნავი კაცი და ერთი ვიდეო თქვა ნოგია ნახევრად გურულია ეს კაცი და ამიტომაა ასე წარმატებული თორე როგორც ნახევრად გურული დიდი სიამოვნებით გიდასტურებთ. ცარიელი არ ვარ თოსოლი იცოდე.
ბრავო. გურულების მოლოსვა გრძელდება ჩემო ბატონო. ნება მიმოძეთ სცენაზე ხო დარბაზიდან ამობრძანდნენ საოცარი ხალხი, დიდი მეგობრები, ანსამბლ ბათუმისა და პირადად ჭაბუკა სურვანიძის ჩვენი საამაყო ანსამბლი, ქართული ხმები. ხო მოკლედ პირველ რიგში საღამოშვიდობისა აი აქ ჩვენ წინ თითქოს ფონი შეგვიქმნეს სასწაული გურულებმა იმღერეს ძალიან ცნობილი გალობა სიყვარულმა მოგვიყვანა მეც სამსიტყვებით მინდა დავიწყო სიყვარულმა მოგვიყვანა შენთან ჩემო ჭაბუკა გილოცავ დღევანდელ დღეს აქ
ბატონმა გიამ უკვე ბრძანა რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ ანსამბლ ბათუმთან ძალიან დიდი ხანია ჩაეყარა ჩვენს მეგობრობას საფუძველი და არ გაფაჩუნებულა რამე ბათუმში ანსამბლ ბათუმის ან იუბილე, ან დღეობა, ან სიყვარული, ან გახარება, ან ქორწილი, ან სიმღერა, რა ვიცი რომ ჩვენ მათ გვერდით არ ყოფილიყავით. რამდენიმე კონცერტი გვაქვს ჩადარებული ერთად თბილისშიც, ბათუმშიც და თქვენ წარმოვიდგინეთ ანსამბლების ისტორიაში უნიკალური შემთხვევაც კი მოხდა ჩვენი მაესტრო, ჩვენი რობერტ გოგოლაშვილი აგერ გახლავთ ბათუმში, ანსამბლ ბათუმში მივავლინეთ და რამდენიმე ხანი ბათუმში ცხოვრობდა და ესე იგი თემური და ბიჭების თხოვნით ამ ანსამბლთან ერთად მუშაობდა. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემო ჭაბუკა, მე და მამა ნოდარი მეგობრები ვიყავით. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ძალიან კარგად უგებდით ერთმანეთს. მე ამბობენ რომ კარგი იუმორი მაქვს, მასაც ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ვიყავით შეხმატყვილებული და ძალიან მიხარია რომ ნოდარი აღარ არის და შენთან ვაგრძელებ მეგობრობას, შემოგელოთ ჩემთან. ეხლა ბატონ ზურაბ ჩხაიძეს მინდა. ხო, ერთი წამით ზურგო ბოდიშ გიხდი, ჩვენ რაღაც ჩაფიქრებული ქონდა აბსოლუტურად სხვა სიმღერები, რომელიც უნდა გვემღერა დღეს გვეჩუქებინა ჯაბუკასთვის, მაგრამ ალბათ ხედავთ ვინ ჩვენი ანსამბლი იცნობს, რომ ორი წამყვანი მომღერალი გვაკლია, ორივე ვალკი შეუძლოთ გახლავთ, ეს ბატონი გივი ჭიჭინაძე და მალხას თალაკვაძე და ორივემ დაგვაბარა შენთან უზარმაზარი მოკითხვა, ხოლო არა მხოლოდ შენთან მოლოცვა და მთელ ბათუმთან და ბათუმელებთან და გადმოგცემთ ამ მოლოცვას. ამიტომ ჩვენი სიმღერა რადგანაც ისინი არ არიან ჩვენი შეიცვალა სხვა სიმღერას ვიმღერებთ, მაგრამ თქვენთვის მაინც ძალიან საყვარელს და ნაცნობს, მანამდე კი მინდა ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავცეს სიტყვა და დანარჩენს თავად მოგახსენებთ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მინდა გავიხსენო ჩვენი წარსული წლები, როდესაც ფესტივალი ქართული სული დავაფუძნეთ. ზუსტად სათავეებში სრულიად უანგაროდ ანსამბლი ბათუმი, ბატონი ჭაბუკა, სულ ყველა ერთად არაერთხელ გახლდათ თბილისში სტუმრად. ამიტომ ნება მიბოძეთ რომ გადავცეთ მას ქართული სულის უმაღლესი ჯილდო, ჩემო ბატონო, ჩავეკითხავ. აჭარის დამსახურებულ არტისტს, ღირსების ორდენისა და საპატიო ბათუმელს, ბატონ ჭაბუკა სურმანიძეს ქართულ კულტურაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისათვის გადაეცეს უმაღლესი ჯილდო და ოქროს მედალი. მოზების ბილიკებით მზისკენ გამადევარო ცისფერო და ვარდისფერო ჩემო ოქროს მდევანო მზით ქართულო ხმით და სისხლით ქართულო უძველესო უახლესო უმაღლესო ბათუმო ზით ქართულო ხმით და სისხლით ქართულო უმაღლესო ბათუმო ზით ქართულო ხმით და სისხლით ქართულო
საწაგართვეს მზიანი მოგაშორეს დედის კალთას ღამით სამასლიანით აწვერავინ შემოგვდოს აწვერავინ დაგძალოს Uvasa
ბორჯომიდან მყავს შემობატონო ჩამობრძანებული საგანგებოდ ჩვენიერი ანსამბლი ბორჯომი გიორგი ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობით.
მეც მინდა შევუერთდე დევანდელ საღამოს და ანსამბლ ბორჯომის სახელით მინდა რომ ჩემ მეგობარ, ჩემ ძმას, რა ვიცი, ალბათ 3 წელზე მეტია რაც ჩვენ მეგობრობთ და ეს მეგობრობა უკვე ერთმანეთის ნათლი მირონობაშიც გადაიზარდა და ბედნიერი ვარ რომ ჩემი ბიჭი აგეზი, ჩემი დემეტრე და ის არის ბედნიერი იმით რომ მისი ნათლის იუბილე არის დღეს. მინდა რომ უსურო ყოველთვის ასეთ შემართებით იყოს, ყოველთვის ასეთ შემართებით იყოს და მარტო აჭარლები და ბათუმელების ყურს კი არა, მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს უნდა ესვოდეს მისი ლამაზი ხმა და მისი ყოფნა. გილოცავ ჩემო ძმაო, გაიხარე და ღმერთმა ყველაფერი კარგი მინდა რომ გისურვო. Let's
ჩემო ჭაბუკა, შენი სიტყვის დროს დადგა. მადლობა, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, დავიწყებ აქედან ამ წკინვალე მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობას ალბათონ ინგა დავითაძეს და ჩვენს უნიჭიერეს სვიად ბოლქვაძეს. დიდი მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. უღრმესი მადლობა იმ ქალბატონს, რომლის გარეშეც დღევანდელი დღე არ შედგებოდა. ეს არის ქალბატონი მაია ხაჯიშვილი. მას მინდა გულწრფელი მადლობა უთხრა, ადამიანური მადლობა უთხრა იმ ყაწეული შრომისთვის, გვერდიდგომისთვის და სიყვარულისთვის, რაც მან დღეს გააკეთა ჩვენს წინაშე. მე მინდა მადლობა გითხრათ. მე მინდა მთელ ჩემს განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბატონ აკაკი ძნელაძეს, ბატონ ჯემალ სურმანიძეს, ბატონ ბადრი ნაკაშიძეს, ბატონ ზაურ ახვლედიანს, ყველას მინდა მოგეფეროთ სათითაოდ. დიდი მადლობა თქვენ რასაც აკეთებთ და მინდა ჩვენს ქალაქის მერს, ბატონ არჩილ ჩიკოვანს უღრმესი მადლობა. ჩვენს თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც აქ არ ბრძანდება, მაგრამ მისი სული და გული აქ არის მე ვიცი. დიდი მადლობა ამისათვის. მე მინდა არ დაგავიწყდესო, ესენი მეუბნებიან, კონტროლის პალატა არ გამოაცხადო, კულტურის პალატის თავმჯდომარეა, ბატონი პრეზიდენტი გახლავთ, ჩვენი ძვირფასი ბატონი დავით ოქიტაშვილი და მადლობა მას, რა თქმა უნდა. მადლობა მას ყველაფრისთვის, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა ჩვენს უსაყვარლეს, ჩვენი ქვეყნის ნიჭიერებას, ჩვენი ქვეყნის უზარმაზარ პიროვნებას, ტრადიციული ოჯახის შვილს, მე ყოველთვის ამას ყურადღებას ვაქცევ ტრადიციებს, ქართული სულის გამოვლინებას, ჩემს მას და მეგობარს გია ბაღაშვილს. დიდი მადლობა მას. დიდი მადლობა წკინვალე, თავის დროზე წკინვალე მსახიობს და დღეს მე ვიტყვი საქართველოში თითზე ჩამოსართულ რეჟისორებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს და ასეც არის ჩემი ძვირფასი ბატონი გოჩა კაპანაძე. მაესტრო, ხო, მაესტრო, ჩემო ძვირფასო, ბათუმზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი. დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის. დიდი მადლობა მხატვარს ლომგულ მურუსიძეს. უღრმესი მადლობა ბატონ გელავა დაჭყორიას კულისები და მიკრავს ტაშვარა. ხო, მაესტრო. ხო, ჩემო ნიჭიერო, უფროსო ძმაო და მეგობარო. დიდი მადლობა თანადგომისთვის. დიდი მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ არსიანს და მის თითოეულ წევრს, ბატონ გოგიტა ჭანიშვილს, ჩემს ძვირფას კაცს, ერთად მოვდივართ წლებია, ცეკვით, სიმღერით, ესე ვავსებთ ერთმანეთს და მის კოლექტივს და თითოეულ წევრს უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ჩემს გიორგი ჩხარტიშვილს, უნიჭიერეს ლოტბარს, ჩემ თანამედროვეს და უსაყვარლეს კაცს. მე მინდა მოვეფერო ჩემს სამეგობროს, ჩემს კახაონაშვილს, ეგ არის ანსამბლ ძლევარის ხელმძღვანელი დღეს საქართველოში, თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე ძლიერი ანსამბლის ხელმძღვანელი. აქ ბრძანდება და მინდა მადლობა უთხრა მას ყველაფრისთვის. ჩემს გოგიტა ბუგიანიშვილს, ესენი ანსამბლ რუსთავის სოლისტები გახლავთ. დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და ასე ამშვენებენ და აღრმავებენ ქართულ სიმღერას. ანსამბლ ბორჯომის ვოკალური ანსამბლ ბორჯომის ხელმძღვანელს, ბატონ გოგიტა ბუგიანიშვილს. მე მინდა მოვეფერო ჩემს უსაყვარლეს კაცს, ბატონ დავით გველესიანს, ბათუმელების სიძე გახლავთ. აი ხოქედა ბათუმელებმა როგორ მიგიგეს სიძე რო ვახსენე და მე რო კახეთში სიძე ვახსენე კი დაღამონკლეს კაცო. იქ ცოტა სხვანაირად უყურებენ სიძეს და გეფერება მთელი ქალაქი. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა. არ მინდა ვინმე რო გამოვქეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემ თემურ დოლიძეს, მერა ბოჭორიშვილს, ჩემი მერის ფოლკლორის წკინვალე ანსამბლს, თითოეულ წევრს, ჩემი ბავშვობის მეგობრებს და რა თქმა უნდა, ამ დარბაზში მინდა დიდი მადლობა უთხრა ჩემს დედას. ვიტყვი იქედან გმირობის ტოლფასია მამუკას გაძლებისთვის გეუბნები მადლობას. მამუკას გაძლებისთვის და მერე ჩემი. უფროსია და არ ვარღვევ სუბორდი. დიდი მადლობა ჩემს დედას, დიდი მადლობა იმ ქვეყნად ჩემს მამას, ნოდარ სურმანიძეს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და სულ მეუბნებოდა. უნდა იმღერო შენო, რომელ მეორე მამა არ არის კაცო, მაცალი მიმიყვანა იქამდე. ნახე ლევანი მეუბნება, მეორე მამას არ უხდი მადლობასო, რა თქმა უნდა. ეს გებრიელ ლუკმას ბოლოს ვინახავდა, ეს არის თემურ დოლიძე, რომელმაც
ყველაფერი გააკეთა, რომ მე დღეს სცენაზე ყოფილიყავი. 4 ათეული წელია მომყვება მისი სიყვარული, მისი სითბო, მისი მამაშვილური დარიგება და მისი დიდი შემოქმედება. დიდი მადლობა ბატონ თემურს. დიდი მადლობა ბატონ ზაზა ხინიკაძეს, ანსამბლ ბათუმის ყოფილ წევრს, ულამაზეს ხმას, რომელიც ჩვენ საზღვრებს მიღმა მოღვაწეობს და მადლობა მას სპეციალურად დღევანდელი დღისთვის და ჩამომბრძანებისთვის. მადლობა ჩემს ლეგენდარულ ქართულ ხმებს, რომელთა სიმღერაზეც გავიზარდე. დიდი მადლობა თქვენ თითოეულ წევრს, ჩემ გივიკო ჭიჭინაძეს, ჩემს მალქას თალაკვაძეს, ჩვენს თავგასას, გოგი ჯოლიძის სული განათლდეს, გია ჭირაქაძის სული განათლდეს, დიდი ზაურ ბოლკვაძის, ჩვენი გურამ თამაზაშვილის და მიყვარხარ ყველანი, წასულიც და ცოცხალიც, ერთად ვიყოთ, კარგად ვიყოთ და ჯანმრთელად ვიყოთ. მადლობა ყველას. ძელი სიტყვა მოკლედ ითქვისო კი გამიგრძელდა, მაგრამ გამაგრძელებინა თქვენმა სიყვარულმა და უსაზღურო პატივისცემამ, რაც გამაჩნია. მადლობა ჩემს ბათუმს და ბათუმელებს. სხვათა შორის და გამორჩა საპატიო ხულოელიც ვარ და მე იმ თების შვილი ვარ და გამორჩა სხვათა შორის, მაგრამ არ აუშავთ. შემდგომში იტყვიან. და რა მინდა ვთქვა, ჩემს ოზურგეთელებს მინდა განსაკუთრებული მადლობა, ჩემს დედულებს მოვეფერო, უბწყინვალესი ბატონი ტრისტან სიხარულიძე 99 წლის კაცი ჩამობრძანდა. ჩემს მოსაფერებლად გურული სიმღერის პატრიარქია დღეს ის ადამიანი. მადლობა მას, ჩემს ძვირფას ადამიანს. მადლობა ჩემს ქალაქს, რომელიც არ გამიცვლია არაფერში. ამით ამაყივა. იხარე და იბედნიერე. დიდი მადლობა. შევკრათ ბიროვა ჩვენ გავხდეთ გვიწლი ზამანია ჩავხდეთ მუხრანა ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია Schauft der Muhrana Batonsa,